მინ ჯინიანგი ჩინეთის დაზვერვის ოფიცერი ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ამერიკის ისტორიაში ავტომობილების ქურდების ყველაზე დიდი დაჯგუფება შექმნა. ისინი ძვირადღირებული ავტომობილების მოპარვაზე იყვნენ ორიენტირებული. ჩვეულებრივ თუ პოლიცია მოპარულ მანქანას ვერ პოვლობს, სულ მცირე მისი რომელიმე ნაწილის აღმოჩენას მაინც ახერხებს, მაგრამ იანგისა და მისი დაჯგუფების შემთხვევაში ასე არ ხდებოდა. მათ ათასობით ავტომობილი მოიპარეს ისე, რომ პოლიციას არანაირი კვალი არ დარჩენია. მანქანები უბრალოდ ქრებოდნენ და მათგან არაფერი აღარ რჩებოდა. სადმე ჰქონდათ ეს ავტომობილები? რა აიძულებდა იანგს ჩინეთიდან ამერიკაში ჩამოსულიყო და რატომ დაიწყო ჩინეთის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა ნიუ-იორკში მანქანების მოპარვა? ნიუ-იორკი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია. ზოგიერთი კვლევის მიხედვით ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ ქალაქად ითვლება. იქ დიდი რაოდენობით მდიდარი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობას ძვირადღირებული და ლუქს კლასის ავტომობილები ჰყავს. შესაბამისად, ნიუ-იორკში ამერიკის მასშტაბით ძვირადღირებული ავტომობილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია. 1999 წელს ნიუ-იორკს ავტომობილების ქურდობის მასიურმა ტალღამ დაარტყა თავს. თვენახევარზე ნაკლებ დროში 58 ძვირადღირებული ავტომობილი მოიპარეს და თითოეული მათგანი რამდენიმე წამში ქრებოდა. ქურდობები სწრაფად და ჩუმად ხდებოდა. ქურდი მანქანას მშვიდად ხსნიდა, ძრავას რთავდა და ადგილიდან მიჰყავდა. დაჯგუფებებს ქალაქში კონკრეტული სამიზნე ტერიტორია არ ჰქონდა. ისინი მანქანებს სავაჭრო ცენტრებიდან, ავტოსადგომებიდან და სხვადასხვა ადგილებიდან იპარავდნენ. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ ეს მანქანები აღარ ჩნდებოდა. ჩვეულებრივ მოპარულ ავტომობილებს პოლიცია საბოლოოდ პოულობდა, ხშირად უკვე ძვირადღირებული ნაწილების გარეშე, რადგან ქურდები მათ შლიდნენ და ნაწილებად ყიდნენ. ამ დაჯგუფების შემთხვევაში კი მანქანები მთლიანად ქრებოდა და პოლიციას მათგან არანაირი კვალი არ რჩებოდა. გამომძიებლები ცდილობდნენ გაერკვიათ, რას აკეთებდნენ ქურდები მანქანების მოპარვის შემდეგ და სად მიჰყავდათ ისინი. ამ კითხვებმა პოლიციას აფიქრებინა, რომ ავტომობილები ქვეყნიდან გაჰქონდათ. დიდი რაოდენობით ასეთი მანქანის ექსპორტისთვის ყველაზე შესაძლებელი ადგილი ნიუ-იორკის ბრუკლინის პორტი იყო. ნიუ-იორკის პოლიციის, განსაკუთრებით კი ავტომობილების ქურდობის საქმეზე მომუშავე განყოფილების თანამშრომლები ბრუკლინის პორტში მივიდნენ და გამოძიება დაიწყეს. თუმცა მათ ავტომობილების ქურდების დაჯგუფებასთან დაკავშირებული რაიმე საეჭვო საქმიანობა ვერ აღმოაჩინეს. ამ მომენტში გამომძიებლებს გაუჩნდათ განცდა, რომ საქმე დიდ ორგანიზაციასთან ჰქონდათ, შესაძლოა ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ დაჯგუფებებთანაც კი. სინამდვილეში კი ამ ყველაფრის უკან ამერიკელი საერთოდ არ იდგა. მას მინ ჯინიანგი ერქვა. ის ჩინელი იყო და ყველაზე დიდი სიურპრიზი ის გახლდათ, რომ ჩინეთის არმიის ყოფილი დაზვერვის ოფიცერი იყო. სწორედ ის იყო პასუხისმგებელი ნიუ-იორკიდან ათასობით ძვირადღირებული ავტომობილის მოპარვაზე. ამ საქმიანობით მან პირადად დაახლოებით 40 მილიონი დოლარი იშოვა, რაც დღევანდელი ღირებულებით დაახლოებით 75 მილიონი დოლარია. მაგრამ როგორ მოახერხა ეს? ამის გასაგებად ჯერ უნდა გავიგოთ თუ ვინ იყო მინ ჯინიანგი. მინ ჯინიანგი ჩინეთის არმიის დაზვერვის ოფიცერი იყო, თუმცა 1990 წელს სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ის შანხაიში გადავიდა, დიდარ ქალაქში, სადაც ძვირადღირებულ ავტომობილებზე დიდი მოთხოვნა იყო. მაგრამ პრობლემა ის გახლდათ, რომ ასეთი მანქანები ჩინეთში თავისუფლად არ იყიდებოდა. იანგმა სწორედ აქ დაინახა შესაძლებლობა, რომლის გამოყენებაც შეეძლო. ის შანხაის კრიმინალურ დაჯგუფებებს დაუკავშირდა და მათთან თანამშრომლობის დაწყება გადაწყვიტა. იანგს თავიდანვე არ სურდა დიდარ ადამიანად გამოჩენილიყო, ამიტომ ჩვეულებრივი ადამიანის იმიჯს ინარჩუნებდა. ამასთან მან თან ერთი ადამიანი ჩაიყვანა, რომელიც მას დაეხმარებოდა და მისი მარჯვენა ხელი გახდებოდა. მას ჩიაო ერქვა. იანგისა და ჩიაოს პირველი ამოცანა იყო ასეთი: საწყობის მოძებნა, სადაც მოპარულ ავტომობილებს ჩინეთში გაგზავნამდე შეინახავდნენ. საწყობს გარკვეული პირობები უნდა დაეგმაყოფილებინა. პირველ რიგში, ის პოლიციის ნებისმიერი განყოფილებისგან მოშორებით უნდა ყოფილიყო. მეორე, ადგილი მშვიდი უნდა ყოფილიყო, სადაც ბევრი პრობლემა და დანაშაული არ ხდებოდა. ისეთი ტერიტორია, სადაც პოლიცია და უსაფრთხოების ძალები მუდმივად არ მოძრაობდნენ. საჭირო იყო შეუმჩნეველი და სუფთა ადგილი, რომლის პოვნაც ნიუ-იორკში რთული იყო, რადგან ქალაქი დანაშაულის მაღალი მაჩვენებელით იყო ცნობილი. რამდენიმე კვირის ძებნის შემდეგ იანგმა და ჩაომ შესაფერისი საწყობი იპოვეს და მისი დაქირავება დაიწყეს. მათ ასევე მოამზადეს საკვები მარაგი.
საკვები მშრალი და შეფუთული იყო, რათა მისი დიდხანს შენახვა შესძლებოდათ. შემდეგ საწყობში სათვალთვალო კამერები დაამონტაჟეს. ამ დროს იანგს ავტომობილების ქურდობის სფეროში გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა და არც თავად სურდა ამ საქმეში ხელების გასვლა. ამიტომ გადაწყვიტა ეპოვა ადამიანი, რომელსაც ამ სფეროში გამოცდილება ჰქონდა და მისთვის ემუშავა. მან ავტომობილების სახელოსნოსა და მანქანების აუქციონზე სიარული დაიწყო, სადაც უამრავ ადამიანს შეხვდა. გარკვეული დროის ძებნის შემდეგ მან სასურველი ადამიანი იპოვა. მას დინი ერქვა და ავტომობილების გამოცდილი ქურდი იყო. როდესაც იანგმა დინის გარიგება შესთავაზა, დინი მარიუს დაუკავშირდა და უთხრა, რომ იცნობდა ადამიანს, რომელიც მზად იყო ნებისმიერი მოპარული ავტომობილი ეყიდა. ეს მნიშვნელოვანი უპირატესობა იყო, რადგან ავტომობილის მოპარვის შემდეგ ყველაზე რთული მისი გასაღება იყო. თუ ქურდებს მანქანის მოპარვამდე უკვე ჰყავდათ მყიდველი, მთელი ოპერაცია გაცილებით მარტივი ხდებოდა. ამიტომ დინმა ოპერაციებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა. მარიოც ავტომობილებს თავად არ იპარავდა. ის სამიზნე მანქანასთან მიდიოდა, აღებდა მას, გვერდსული და უსაფრთხოების სისტემას და ავტომობილს ქურდებისთვის ამზადებდა. შემდეგ ისინი სხვა ადამიანებს პოულობდნენ, რომელიც მანქანას რეალურად მოიპარავდა და დამალულ ადგილას დააყენავდა. ამგვარად დაჯგუფებაში რამდენიმე ერთმანეთისგან განცალკევებული რგოლი არსებობდა. ზემოთ იდგა იანგი, რომელიც დინთან მუშაობდა, დინი მარიოსთან თანამშრომლობდა. მარიო მანქანებს ქურდებისთვის ამზადებდა. შემდეგ კი სხვა ქურდების ჯგუფს გადასცემდა, რომელთა მოვალეობაც უკვე ავტომობილის სხვა დამალულ ადგილას გადაყვანა იყო. მანქანის მოპარვის შემდეგ იანგი საწყობს მართავდა, სადაც ყველა მოპარული ავტომობილი ჩინეთში გასაგზავნად მზადდებოდა. საწყობის თანამშრომლები ძირითადად ჩინელები ან სხვა აზიელები იყვნენ, რომლებსაც იანგი სრულიად ენდობოდა. ამგვარი სისტემით იანგი თავად მაქსიმალურად შორს რჩებოდა უშუალო ქურდობისგან და საკუთარ კვალსაც ნაკლებად ტოვებდა. იანგი ამ სისტემით დაცული იყო და უშუალოდ ქურდობის ოპერაციებისგან განცალკევებულად რჩებოდა. დაჯგუფების წევრების უმეტესობამ მისი ვინაობაც კი არ იცოდა და მას მხოლოდ უახლოესი თანაშემწეები იცნობდნენ. როცა ყველა რგოლი მზად იყო, ოპერაციების დაწყების დრო დადგა. იანგმა დინს ქურდობების დაწყების ბრძანება მისცა და კონკრეტული მოთხოვნაც დაუყენა. მხოლოდ ძვირადღირებული ავტომობილები უნდა ყოფილიყო სამიზნე. დინმა ეს ბრძანება მარიოს გადასცა. მარიომ კი საკუთარი ქურდობის ქსელის ამოქმედება დაიწყო. ისინი იმ ადგილებს არჩევდნენ, სადაც მდიდარი ადამიანები ხშირად იმყოფებოდნენ. ძვირადღირებულ სავაჭრო ცენტრებთან, ელიტური სახლების მქონე საცხოვრებელ უბნებში და ზოგჯერ ავტოსადგომზე. ქურდობის პროცესი მთლიანად მარიოს გამოცდილებასა და უნარებზე იყო დამოკიდებული. ის პროფესიონალი იყო და პრაქტიკულად ნებისმიერი ავტომობილის მოპარვა შეეძლო, ნებისმიერ დროსა და ადგილას. როგორც კი სამიზნე მანქანას შეერჩევდნენ, მარიო მისი უსაფრთხოების სისტემის გვერდი თავლისთვის სპეციალურ კომპიუტერულ მოწყობილობას იყენებდა. ამის შემდეგ მანქანას იპარავდა და უსაფრთხო ადგილას გადაჰყავდა. ჩვეულებრივ, მოპარული ავტომობილი მდიდრულ უბანში მდებარე ავტოსადგომზე ჰქონდათ, სადაც ბევრი ძვირადღირებული მანქანა იდგა. ამით მოპარული ავტომობილი ყურადღებას არ მიიქცევდა. ასევე იყო ისიც, რომ ასეთი ძვირადღირებული მანქანები ხშირად GPS სათვალთვალო მოწყობილობებით იყო აღჭურვილი. იანგი ყველა დეტალს ითვალისწინებდა, ამიტომ ქურდებს სავალებდა მანქანა უსაფრთხო ადგილას გადაეყვანათ, ელექტრონულად შეემოწმებინათ, GPS მოწყობილობები ეპოვათ, ამოეღოთ და გადაეგდოთ. მაგრამ იანგს კიდევ ერთი გეგმა ჰქონდა იმ შემთხვევისთვის, თუ მანქანის ფლობელი ქურდობას მალევე აღმოაჩინდა და GPS თვალთვალს ჩართავდა. ასეთ შემთხვევაში ქურდი მოპარულ მანქანას იმავე მდიდრულ უბანში მდებარე ავტოსადგომზე ტოვებდა, სადაც უამრავი ძვირადღირებული ავტომობილი იდგა. მანქანას 2 დღის განმავლობაში იკტოვებდნენ. თუ ამ დროის განმავლობაში ავტომობილი ადგილიდან არ გადაადგილდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ პოლიციას მისი ადგილმდებარეობა არ ჰქონდა დადგენილი და მას აქტიურად არ ეძებდნენ. ამის შემდეგ ქურდი უკან ბრუნდებოდა, მანქანას იღებდა და უკვე დარწმუნებული იყო, რომ მას არავინ უთვალთვალებდა. ეს ყველაფერი იანგის მიერ შემუშავებული ინსტრუქციების ნაწილი იყო. მისი სადაზვერო გამოცდილება აშკარად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და ოპერაცია ზუსტად ისე ვითარდებოდა, როგორც დაგეგმილი ჰქონდა. როგორც კი მოპარული ავტომობილი საწყობში ხვდებოდა, საქმეში ჩინელი თანამშრომლები ერთვებოდნენ. მათი მოვალეობა მანქანის გასაგზავნად მომზადება იყო. იანგს სურდა ავტომობილი ჩინეთში იდეალურ მდგომარეობაში ჩასულიყო. ისეთი თქოს ის პირდაპირ შოურუმიდან გამოდიოდა. მანქანებს წინასწარ მომზადებულ კონტეინერებში ტვირთავდნენ.
შემდეგ კონტეინერებს წონიდნენ და სატვირთო დოკუმენტებს აღალბებდნენ. დოკუმენტებში ისე იყო მითითებული, თითქოს კონტეინერები კალიფორნიაში მიდიოდა, ნიუ-იორკიდან ქვეყნის მეორე ბოლოში. ამის მიზეზი მხოლოდ პოლიციისთვის კვალის არევაც არ იყო. კალიფორნიის პორტები ჩინეთთან უფრო ახლოს მდებარეობდა, რადგან ისინი ამერიკის დასავლეთ სანაპიროზეა. ამგვარად, იანგი ერთდროულად ორ მიზანს აღწევდა. ავტომობილებს ნიუ-იორკიდან რაც შეიძლება შორს აგზავნიდა და ჩინეთთან ახლოს მდებარე პორტს იყენებდა. კალიფორნიის პორტში კონტეინერს გემზე ჩვეულებრივი ტვირთის სახით ტვირთავდნენ, თუმცა აქაც დამატებითი დაცვის მექანიზმი ჰქონდათ. გემი, რომელსაც კონტეინერი გადაჰქონდა, პირდაპირ ჩინეთში არ მიდიოდა და დოკუმენტებში ავტომობილების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ფიქსირდებოდა. ამგვარი სისტემის წყალობით იანგმა დაჯგუფების მართვა წლების განმავლობაში შეძლო, თუმცა მოპარული ავტომობილების უზარმაზარმა რაოდენობამ და იანგის მიერ გამომუშავებულმა მილიონობით დოლარმა საბოლოოდ სამართალდამცავების ყურადღება მიიქცია. საქმეში გარკვეული ზეწოლის შემდეგ ერთ-ერთმა დაკავებულმა ქურდმა თანამსახურების წინააღმდეგ თანამშრომლობა გადაწყვიტა. მან პოლიციას ყველაფერი მოუყვა, რაც იცოდა. გამომძიებლებს მარიოსა და დინის შესახებაც მისცა ინფორმაცია. პოლიციამ სპეციალური მეთვალყურეობის ჯგუფი შექმნა, რომელშიც რამდენიმე გამომძიებელი შედიოდა. მათი მიზანი დინის პოვნა იყო, რადგან დაკავებული ქურდისგან გაიგეს, რომ სწორედ ის ხელმძღვანელობდა ავტომობილების ქურდობის ოპერაციებს. გამომძიებლებმა დინის გარკვეული პერიოდის განმავლობაში უთვალთვალეს. საბოლოოდ დინმა ისინი იანგის საწყობამდე მიიყვანა. გამომძიებლებმა მანქანების საწყობისგან მოშორებით გააჩერეს და იქაურობის ფარული მეთვალყურეობა დაიწყეს, რათა გაერკვიათ, რა ხდებოდა შენობაში. თუმცა მათ არ იცოდნენ, რომ იანგის მეგობარი ჩიაო უკვე აკვირდებოდა სიტუაციას და დაჯგუფებასაც გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა გამომძიებლების მოქმედებების შესახებ. გამომძიებლები დინის ზარებში ერთი და იმავე კითხვებს ხშირად ისმენდნენ. ცდილობდნენ გაერკვიათ, ვინ იყვნენ მისი პარტნიორები ოპერაციაში და ვინ მუშაობდა საწყობში. 6 თვიანი მეთვალყურეობის შემდეგ დინს საბოლოოდ მნიშვნელოვანი ადამიანი დაუკავშირდა. მას კენი ერქვა. ჩვენ ვიცით, რომ იანგი კენის სახელით მოქმედებდა. კენიმ დინს უთხრა დავბრუნდი. თუმცა საუბარში კონკრეტულად არ უთქვამს, რომ მას უთვალთვალებდნენ. გამომძიებლებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ კენი შესაძლოა დაჯგუფების ლიდერი ყოფილიყო და ქურდობის ოპერაციების განახლებას გეგმავდა. რაც გამომძიებლებმა არ იცოდნენ ის იყო, რომ იანგი სატელეფონო საუბრისას შეგნებლად იყენებდა კოდირებულ და ბუნდოვან ენას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ტელეფონის გამოყენებასაც მოერიდა, რადგან შიშობდა, რომ გამომძიებლები მისი ახალი ნომრის დადგენას ცოლის სატელეფონო ზარების საშუალებით შეძლებდნენ. მას შემდეგ, რაც გამომძიებლებმა დინის ახალი ნომერი დაადგინეს, სასამართლოსგან მისი სატელეფონო საუბრების მოსმენის ნებართვა მიიღეს. დინის პარტნიორებთან საუბრის საშუალებით მათ სხვა მონაწილეების ტელეფონის ნომრების დადგენაც მოახერხეს. ეს პროცესი ძალიან რთული და დამღლელი იყო, თუმცა შედეგი ღირდა. გამომძიებლებს იმედი ჰქონდათ, რომ საბოლოოდ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწევდნენ. პირველად მთელი საქმის დაწყებიდან პოლიცია იანგზე ერთი ნაბიჯით წინ აღმოჩნდა. წლების განმავლობაში ბევრი რამ გაუგებარი რჩებოდა, თუმცა სიტუაცია ნელ-ნელა იცვლებოდა. რესტორანში ჩანერგილმა ჩინელმა აგენტმა შეძლო დაჯგუფების წევრების საუბრების მოსმენა. ისინი ახალ საწყობზე საუბრობდნენ, რომლის დაქირავებასაც გეგმავდნენ. აგენტმა გაიგო, სად მდებარეობდა ეს ადგილი და ინფორმაცია გამომძიებლებს გადასცა. პოლიციამ მაშინვე დაიწყო ახალი საწყობის მეთვალყურეობა, თუმცა ამჯერად ტაქტიკა განსხვავებული იყო. მათ არ სურდათ ტერიტორიაზე პოლიციის მანქანები გამოჩენილიყო ან რაიმე სხვა ფორმით შეემჩნიათ პოლიციის ყოფნა. ამის ნაცვლად გამომძიებლებმა საწყობის მიმდებარე შენობებზე ფარული სათვალთვალო კამერები დაამონტაჟეს. კამერები აკონტროლებდა ყველას, ვინც საწყობში შედიოდა ან იქიდან გამოდიოდა. ამ გზით პოლიციას შეეძლო ზუსტად გაეგო, სად მიჰქონდათ მოპარული ავტომობილები. პირველად მთელი ამ ისტორიის განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა. ახლა თამაშს პოლიცია აკონტროლებდა. იანგს წარმოდგენაც არ ქონდა რა ხდებოდა მის გარშემო, ამიტომ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას. საწყობში ახალ-ახალი მოპარული ავტომობილები მიჰყავდა და ქურდებისთვის ახალ მეთოდებსაც იგონებდა. ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური სქემა პარკინგის გარაჟებიდან ავტომობილების მოპარვა იყო. ასეთ გარაჟებში მანქანის მფლობელები ხშირად გასაღებს დაცვის თანამშრომელს უტოვებდნენ, რათა საჭიროების შემთხვევაში მას მანქანა გადაეადგილებინა, მაგალითად როცა სხვა ავტომობილს გამოსვლა სჭირდებოდა. მარიოს დინის მეგობარს ერთ-ერთი ასეთი გარაჟის დაცვის თანამშრომელთან გარიგება ჰქონდა დადებული. მისი დახმარებით ქურდებს შესაძლებლობა ეძლეოდათ მანქანის გასაღებზე წვდომა მიეღოთ და ავტომობილი მოეპარათ. ამასობაში პოლიციისთვის დაჯგუფების წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები უკვე დაგროვებული იყო. იანგი კვლავ ჩვეულებრივად აგრძელებდა მოქმედებებს და ერთ-ერთ მომენტში საწყობში მივიდა.
მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ პოლიცია მის მოძრაობებს აკონტროლებდა და ოპერაციის ჩაშლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. გამომძიებლებმა იცოდნენ, რომ დაჯგუფების ოპერაცია ნებისმიერ მომენტში უნდა შეეჩერებინათ. როცა პოლიციის თანამშრომლები საწყობთან მისვლას და იქ შესვლას აპირებდნენ, დაინახეს, რომ დაჯგუფების წევრები გაქცევას ცდილობდნენ. ეს იყო ჩარავისთვის შესაფერისი მომენტი. მეორე შანსი შეძლო აღარ ჰქონდათ. პოლიციამ საწყობში მყოფი თანამშრომლები დააკავა. საბოლოოდ მიუხედავად იმისა, რომ იანგმა მრავალი წლის განმავლობაში პოლიციას თავი დააღწია და თითქმის ყველა ნაბიჯი წინასწარ ჰქონდა გათვლილი, ერთი შეცდომა საკმარისი აღმოჩნდა მის დასამარცხებლად. მისმა სადაზვერვო გამოცდილებამ და კარგად ორგანიზებულმა სისტემამ მას წლების განმავლობაში წარმატების მიღწევის საშუალება მისცა, თუმცა საბოლოოდ პოლიციამ მისი დაჯგუფების ქსელი დაშალა და თავად იანგამდეც მივიდა. ამით ეს ისტორია დასრულდა. თუ მოგწონა ვიდეო, გამოიწერე არხი და ლაიქი ვიდეო და გაუზიარე მეგობრებს. მომავალ ვიდეომდე.